ახალი წლის დადგომამდე 3 დღით ადრე ხალხი საახალწლო სუფრის გასაწყობად უკვე იმარაგებს პროდუქტებს, თუმცა ბევრი მათგანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს მათ საახალწლო სუფრაზე არიდება გოჭი, ინდაური, რადგან ხორცს პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად არის გაზრდილი. ამას მოჰყვება შემდგომ უკვე რძის ნაწარმი, მათ შორის ფასები გაზრდილია ბოსტნეულზე, ხილზე და შესაბამისად ხალხი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ წელს ისინი მცირედით შემოიფარგლებიან და ვერ გაწვდება მათი ჯიბე ისეთ პროდუქტებს, როგორიც არის მაგალითად ხორცს პროდუქტები. ისინი აკრიტიკებენ მმართველი პარტიის ეკონომიკის პოლიტიკას და ამბობენ, რომ სწორედ მათი პოლიტიკის გამო წელს ბევრი ადამიანი დარჩება ხორცს პროდუქტის გარეშე და ამავდროულად ამბობენ იმასაც, რომ არ სჯერათ იმ დაპირებების, რომელიც გასცა ირაკლი კობახიძემ. ძალიან ძვირია ყველაფერი პროდუქტები გენაცვალე. აი გამოხვალ 100 ლარით და რას იყიდი არაფერს რა რო იტყვიან. ისე მცირედით შემოვიფარგლებით გენაცვალე. რაც აუცილებელია რომ ცოტა გავამი. არა, ეგ ჩვენ განშორს არის. გოჭი ინდაური არ გექნება. არა, ნამდვილად არა სიხარულო არა. აი ინდაურის ფასები ნახეთ. 180 ლარი, 150 ლარი. აი ესეც თავიანთ სასიკეთოდ არის შეცვლაც და სულ ყველაფერი რა. ჩვენ საწყალ ხალხს აი ესე ძველებურად ვჭებით ისევ გაჭირვებულები ჩემო კარგო. ძვირი დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა. ძვირია ყველაფერი გაძვირებულია. როგორც შაშავყდრობდით იმის მესამეც ვერ ყიდულობთ ახლა. როგორია ფასები რასები? ძვირია. რაღის ბადრიჯანი? ბადრიჯანი 6 ლარია. რა ღირს ბადრიჯანიო? 6. გოჭი 250-დან 300 ლარამდეა. ინდაური 150-დან 200 ლარამდე. ანუ კილო 40 ლარი. კილო 40 ლარი გამოდის რა. როგორი არის? ჯერჯერობით ვერა. ჯერჯერობით არა. წინა წელთან შედარებით ცოტა გაძვირებულია. რამ განაპირობა მაინც ხა თქვენ ყიდით და უფრო შეიძლება რავი, გაჭირება, მაგრამ ხალხს პული ვერ აყენებს. ყველაფერიც გაძვირდა და ესეც ივანიშვილმა. არ შეიძლება ესე ღრმა ძილში იყოს მთავრობა და თურმე ეხლა რომ მიხვდნენ რომ ფასები არის გაძვირებული. მე მესმის მაგათ რომ მკვეთრად მაღალი ხელფასები აქვთ ჩვენთან შედარებით. აი ვერ შევადარებ ალბათ, მაგრამ რა ვიცი, კითხონ ოჯახის წევრებს თვითონ არ დაბრძანდებიან ალბათ მარკეტებში, მაგრამ რა ფასებია, რა სიხდიან, ცოტა ჩვენსკენაც გადმოიხედონ. ესე ვერ გაძლებენ, ვერა. ანუ ხალხის გარეშე მთავრობა ვერ იქნება. ისინი არიან ხალხის მთავრობა და თუ ცალკე შექმნიან თავიანთ იმას ატმოსფეროს, სადაც აზრზე არ იქნებიან და რა ხდება მოსახლეობაში, ესე დიდხანს ვერ გააგრძელებენ მუშაობას. ინდაური ის მივეცით რა ქვია 115 ლარი. აბა არა, წელიწადში ერთხელაა და რაღაც ვიცი. კობახიძის განცხადებას თუ მოусმინეთ ფასებზე, აი თუ ჯერათ ხო არა არ მჯერავს ნამდვილად არ რატომ არ გჯერავს? აბა რა არის მან დასაჯირებელი? წინასაც იძახოდნენ ზეთიო და პირველი მოხმარების საგნებს ფასები არ შეეცვლებათო პურსო, მაგრამ ხო ნახეთ რომ აიცი. თევზი ვიყიდა ეგეთ 17 ლარი კილო. ამ სახალწოზე უფრო ძვირია ყველაფერი. მიდრე შარშა. ჯერათ რომ მოგვარდება ეს პრობლემა რა მოვიდინე? ჯერავს. რატომ არ გჯერათ კობახიძის? არ ვიცი, ყველაფერი ესეთი ძვირია და ვინ უნდა მოვცეს. 27 ლარი. ირაკლი კობახიძე აჟღერებს ბრალდებებს არგუმენტების გარეშე და არ დგავს კონკრეტულ ნაბიჯებს. ასეთია ეკონომიკის ექსპერტების შეფასებები. ისინი აცხადებენ, რომ ახლა როდესაც მმართველი პარტია და ლიდერი საუბრობს კონკრეტულ დანაშაულებებზე, ისინი უნდა გამოვიდნენ და დეტალურად აუხსნან მოსახლეობას თუ კონკრეტულად რა საკითხზეა საუბარი და რა ნაბიჯებს გადადგავს ამ შემთხვევაში ქართული ოცნება. ისინი სკეპტიკურად უყურებენ კობახიძის განცხადებას და მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი პოლიტიკური მანიპულაციის ხერხი, რომელსაც ახლა მმართველი პარტია მიმართავს. როდესაც პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში არის მაღალი ფასები და ამის გამომწვევი არის რაღაც ტიპის კრიმინალური, კარტელური გარიგება, მან უნდა დაადასტუროს ასეთი გარიგების არსებობა და მის ხელში მთავარი ინსტრუმენტი არის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო, რომელსაც კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონით ევალება სწორედ ასეთი შემთხვევების გამოძიება, მაგრამ
ჩვენ ხედავთ კობახიძეს, რომელიც გამოდის და ისვრის ბრალდებებს, მაგრამ ამ ბრალდებებს არ მოყვება არანაირი არგუმენტები, მხოლოდ რაღაც სტერილური ციფრების რახარუხი, რაც ნამდვილად არ წარმოაჩენს დამაჯერებლად კობახიძეს აი ამ საკითხში და აჩვენებს იმას, რომ ფასებით მათი დაინტერესება არის არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ პოლიტიკური მანიპულაციისათვის, ვინაიდან მაღალი ფასები და მაღალი სიღარიბე ამ ქვეყანაში არის ქართული ოცნების პოლიტიკური მემკვიდრეობის ორი მთავარი მახასიათებელი. ეს განცხადება ორგანიზებულ მსხვილ ბიზნესებს, რომ ისინი ვითომ ფასებს ხელოვნურად რაღაცას წევენ და უითითი დაუქნეს და მოვა ეხლა გუდიანი კაცი და აგიღისხოთ, აბსოლუტურად კარგის მომტანი არ არის. ეს არის ძალიან მძიმე პოპულისტური განცხადება, რომელიც განკუთვნილია ძალიან კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე. მიიღო მესიჯი მათი გავლით ყველა სხვა ასევე დიდმა ორგანიზებულმა საქმიანმა მიმართულებამ, სხვადასხვა სექტორებმა, მის მერე ფარმაცევტულ სექტორზე გაკეთდა განცხადება და კიდევ სხვა ორგანიზებული დიდი ბიზნესები რაც არის, დიდი თუ საშუალო, ყველა მიიღო, რომ თქვენ იქნებით შემდეგი. ეს არის მესიჯი, რომ ან რაღაცა მიჭირს და უნდა ვერ გეუბნებით და მეტი გადამიხადოთ, ან უბრალოდ თქვენი ბიზნესი მემჭირდება, იმიტომ რომ აქამდე კორუფციას თუ ვიღაცა კურირებდა, ახლა ახალი კურატორია. მოქალაქეები პირველთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ წელს საახალწლო სუფრა იმაზე ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე ეს შარშან იყო. ზოგიერთი მათგანისთვის უკვე ხორცპროდუქტები ფუფუნების საგნადაც იქცა და ძალიან ბევრი მათგანი ჩვენთან საუბრობს, რომ ისინი ხორცპროდუქტების ყიდვას წელს ვერ შეძლებენ და ამავდროულად აკრიტიკებენ ირაკლი კობახიძის განცხადებასაც. მოქალაქეები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მათთვის არ არის მნიშვნელოვანი განცხადებები და დაპირებები, რომელიც აქამდეც მოусმენიათ, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სუპერმარკეტებში და ბაზარში გავლენ, ეს სურსათზე და სხვა პროდუქტებზე ფასებით ნახონ. პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.